მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს. დღეს საბავშვო რუბრიკის ფარგლებში ვსაუბრობთ თემაზე და იმაზე, რაც ჩვენ ძალიან გვიყვარს დილის გადაცემის გუნდს და რაც ძალიან გვაკლია და გვენატრება. ეს გახლავთ ძილი, რა თქმა უნდა. და თუმცა ამ შემთხვევაში ბავშვების ჭრილში განვიხილავთ ამ თემას. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ბავშვის ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველი გახლავთ სწორედ კარგი ძილი და ხშირად უჩნდებათ კითხვა მშობლებს თუ რა ასაკში რამდენი ხანი უნდა ეძინოს ბავშვს, რა დრო არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ დავაძინოთ ბავშვი და როგორ შევუქმნათ ბავშვს უსაფრთხო ძილი. აი ამ ყველაფერზე უფრო ვრცლად და დეტალურად ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან ერთად, ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე შემოგვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში და გავიგებთ ყველაფერს ძილის შესახებ. მოგესალმებით ხალხო თამარ. მადლობა რომ ჩვენი სტუმარი ბრძანდებით ძილიდან. მოდით ვისაუბროთ ძილის მნიშვნელობაზე. დავიწყოთ ამით საუბარი. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით და გაცნობიერებული გვაქვს თუ რას ნიშნავს ძილი ჩვენი ორგანიზმისთვის, ჯანმრთელობისთვის, როგორც ფიზიკური, ასევე ემოციური, თუმცა დავიწყოთ ბავშვებზე. რას ნიშნავს მათი განვითარებისთვის ძილი და რა შეიძლება მოიტანოს მისმა, ესე ვთქვათ, ნაკლებობა. კი ბატონო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა მოწვევისთვის. დღევანდელ დღეს გილოცავთ სიყვარულით, პატივისცემით და ვისაუბროთ ძილზე. კი ბატონო, ერთის მხრივ უკვე აღარ არის საიდუმლო ის, რომ ძილი არ არის უბრალოდ ტაიმაუტი, თუმცა ესეც მნიშვნელოვანია დღის შთაბეჭდილებებიდან, დღის იმპულსებიდან ცოტა დასვენება, ასე ვთქვათ, ნერვული სისტემის და განსაკუთრებით ადრეულ ასაკში, როდესაც ბავშვები იწოვენ, აი უბრალოდ ღრუბელივით იწოვენ. ყველა ახალი ინფორმაციას და მათთვის ყველა ახალია, ყველაფერი ახალია, თუმცა ძილი ეს არის რთული, ძალიან ფუნდამენტური და კომპლექსური ნეიროფიზიოლოგიური პროცესი, ვალდებულება ჩვენი ორგანიზმისთვის და არა უბრალოდ ფუფუნება, რომლის დროსაც ერთის მხრივ აი ეს მანამდე დღის მანძილზე მიღებული ინფორმაცია უნდა გადამუშავდეს და მეხსიერების კონსოლიდაციისთვის ეს არის პროცესი, როდესაც ხდება გამყარება ყველა იმ ინფორმაციის, რომელიც ჩვენ დღის მანძილზე მივიღეთ, მაგის ინტელექტუალურ საცავებში, ასე ვთქვათ, დანაწილება და შენახვა, ეს სწორედ ძილის პროცესში უნდა მოხდეს, განსაკუთრებით ღრმა ძილის, ეგრეთ წოდებული ნელტალღოვანი ძილის პროცესში. ამის გარდა, ძილის ფაზაში მელატონინის გავლენით, განსაკუთრებით ჭარბად გამოიყოფა ზრდის ჰორმონი, რომელიც არაუბრალოდ ფიზიკურ ზრდას განსაზღვრავს და ბავშვებთან ესეც მნიშვნელოვანია, სტრუქტურულ სრულყოფილებას, სტრუქტურულ განმტკიცებას, სტრუქტურულ სიმწიფეს ასევე განაპირობებს. და ძილის პროცესში ძალიან აქტიურად წარმოიქმნება ნეირონთა შორის კავშირები, ის რაც ერთის მხრივ არის ნეიროპლასტიურობის წინაპირობა და მეორეს მხრივ სწორედ ჩვენი განვითარების და ჩვენი აზროვნების სისხარტეს სწორედ ეს დიდი რაოდენობით ნეირონთა შორის კავშირები განაპირობებს. შესაბამისად, რომ შევაჯამოთ, ერთის მხრივ ეს არის ორგანიზმის განახლება, დასვენება, განახლება, მომზადება მეორე დღის აქტივობისთვის და ჩვენი ინტელექტუალური განვითარებისთვის და არსებობისთვის, აზროვნებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, ვინაიდან ბავშვებისთვის ეს ყველაფერი ორმაგად მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ეს თავისთავადაც აისახება, ნახეთ, თითქოს ზრდასრულებს უფრო მოკლე ძილიც ყოფნის, მაგრამ ბავშვებისთვის გაცილებით ხანგრძლივი ძილია მნიშვნელოვანი და განცილებით უწყვეტი ძილია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩვენთვის, მაგალითად ზრდასრულების. ძილის საათების რაოდენობაზეც ვისაუბროთ, ხო? კი ბატონო, ეს ცოტა შედარებითია, რა თქმა უნდა, ის ინფორმაცია, რაც ვიცით ნევროლოგებმა და მეცნიერებმა, ეს არის უბრალოდ დათვლილი, ხო, საშუალო სტატისტიკური მაჩვენებლები, ძალიან ბევრი ბავშვის ძილის ანალიზით. ამიტომ არის გარკვეული ციფრები, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ეს სასურველია არანაკლებ ამდენი საათი, ხო? მაგალითად 2 წლამდე ახალშობილებს ძალიან ბევრი ძინავთ და ჩვილებს ძალიან ბევრი ძინავთ ლამის 17 საათამდე. თუმცა ასაკის მატებასთან ერთად ეს ციფრები შედარებით იკლებს 2 წლამდე ბავშვებში ვსაუბრობთ, რომ სადღაც არანაკლებ 11 საათისა სასურველია და ამაში იგულისხმება ჯამური ძილი, ანუ დღის ძილს პლუს ღამის ძილი. ბავშვები რამდენჯერმე იძინებენ, ხო, დღის მანძილზე. შემდეგ წინა სასკოლო ასაკში სადღაც არანაკლებ 10 საათამდე ძილი მაგალითად, სასკოლო ასაკის ბავშვს ადრე პირველ კლასებში, დაწყებით კლასებში სადღაც არანაკლებ 9 საათისა, მოზარდებში და ზრდასრულებში ვსაუბრობთ არანაკლებ 8, ნუ ზრდასრულებში არანაკლებ 7 საათი იგულისხმება, ეს არის რაც ოპტიმალურია და რაც ითვლება, რომ სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის. აქვე ყოველთვის არის ხოლმე ერთი დიდი მაგრამ, ყოველთვის გვეუბნებიან, რომ პარალელურად გაითვალისწინეთ
ზოგადად ინდივიდუალური საჭიროებები და ინდივიდუალური მოთხოვნები, ვინაიდან მართალია მათი რაოდენობა არ არის ბევრი ზოგადად ასეთი ადამიანების, მაგრამ როგორც ზრდასრულები შეიძლება ვიყოთ ეგრეთ წოდებული short sleeper-ები და long sleeper-ები, ანუ მეტი გვჭირდება საშუალო სტატისტიკურზე, ან ნაკლებიც საკმარისია, ასე შეიძლება იყვნენ ბავშვებიც. ამიტომ ამ საერთო ციფრების პარალელურად ყოველთვის გვირჩევენ, რომ მაინც დააკვირდით თქვენი შვილის ბიოლოგიურ საათებს, ბიოლოგიურ რიტმებს, ვინაიდან არის მინიშნებები, რომელიცაც გვაძლევს ჩვენი ორგანიზმი, რომ მე აი სწორედ ახლა მეძინება და ახლაა ჩემთვის ოპტიმალური ძილი და სწორედ ამდენი ძილია, ანუ თვითონ ორგანიზმი კარნახობს ხშირად ამას. ამიტომ ამისი გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია, მარტო მშრალი ციფრები შეიძლება არ გამოვიყენოთ ორიენტაციად. ქალბატონ თამარ, თქვენ უნდა გადავამოწმო ახლა რაღაც მოსაზრებები. აი თქვენ თვითონ აღნიშნეთ გარკვეული საათები, ხო? აი მაგალითად ბავშვის შემთხვევაში 10 საათი უნდა ეძინოს. აქვს თუ არა მნიშვნელობა რომელ საათიდან შეასრულებს ამ ციკლს, ასე ვთქვათ და რას გულისხმობ? არის მოსაზრება, რომ 21 საათიდან 22 საათიდან, აი ამ პერიოდიდან თუ ბავშვს დავაძინებთ, უფრო ჯანსაღი იქნება და უფრო მეტის მომცემია ბავშვისთვის. ეს რეალობა თუ მოგახსენებთ, ესეც არც ისე არარეალურია, ასე ვთქვათ და რეალურად ეს მოსაზრება ემყარება აი ფუნდამენტურ ცოდნას, რომელიც გვაქვს ნეიროფიზიოლოგიაში. დღეს უკვე ყველა მიცის მელატონინი ნაცნობი ტერმინია და ნაცნობი, ანუ არ იქნება რაღაც უცხო, ეს არის ჩვენი ძილის უწყვეტობის და სტაბილურობის განმაპირობებელი და სწორედ ის მთელი საჭირო ჰორმონალური პროცესებია თუ სტრუქტურული პროცესები სწორედ მისი მეთვალყურეობით და მხარდაჭერით მიმდინარეობს ჩვენი ძილის პროცესში. ის არის ძალიან მიბმული, ასე ვთქვათ, დღის ცირკადულ რითმებზეც, ხო, სინათლესთან მიმართებაში და ჩვენი სპეციფიური სტრუქტურა გვაქვს, ხო, ეს ჯალღუზისებური სხეული, რომელიც გამოიმუშავებს მას, მას შემდეგ რაც ბუნებაში, გარემოში იწყება ნელ-ნელა დაბინდება. დაახლოებით 7 საათიდან არის აი ეს ნელ-ნელა მზარდი ჩვენს ორგანიზმში მელატონინის რაოდენობა, რომელიც მეტნაკლებად ესეთ გონივრულ რაოდენობას აღწერს სადღაც 9 საათიდან ამ შემთხვევაში და 9-დან დაახლოებით ღამის 4 საათამდე არის მეტნაკლებად ესეთი მაქსიმუმი, ანუ პიკი ჩვენს ორგანიზმში მელატონინის რაოდენობა. ანუ აი 9-დან 11-მდე რომ ამბობენ, ანუ ნახეთ ზუსტად ამას დაახლოებით ამას ემსახურება ეს, რომ ანუ უკვე ისეთი გონივრული რაოდენობა ჩვენ 7-ზე კი გვაწყება მელატონინის გამომშვება, თუმცა ეს არ არის ჯერ ისეთი საკმარისი, რომ რასაც ქვია ძილი შეინარჩუნოს, ეს არის საწყისი ამ შემთხვევაში. მაგრამ 9, 10, 11 საათისთვის წესით ის აღწევს გონივრულად ისეთ რაოდენობას, რომელიც მხარდამჭერია ჩვენი ძილისთვის. და ნახეთ, მერე იწყებს კლებას, ანუ სადღაც 4 საათისთვის იწყებს კლებას, შესაბამისად იმისთვის, რომ ჩვენ მოვასწროთ ჩვენი ძილის საკმარისი საათები და საკმარისი რაოდენობა სწორედ აი ამ მელატონინის პიკზე, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად ადრე დავიძინოთ ამ თვალსაზრისით, ვინაიდან დილის 4 საათიდან იწყებს ძალიან ესეთ მკვეთრად კლებას და დილის 7 საათისთვის არის მინიმალური რაოდენობა ჩვენს ორგანიზმში მელატონინის. ამიტომ ითვლება, რომ 7 საათამდე პრაქტიკულად სასურველია, რომ გამოძინება მაქსიმალურად მოვასწროთ და არის კიდევ ერთი მომენტი, ჩვენ ხო ვისაუბროთ, რომ აი ღრმა ძილი, ზედაპირული ძილი. რაც უფრო პირველი ნახევარია ძილის, პირველი 50% მეტად არის დატვირთული ღრმა და ნელტალღოვანი ძილით, რაც უფრო შემდეგი საათებია ძილის, ის უფრო ზედაპირულია და ძალიან ღრმა ძილის სტადიამდე უფრო ნაკლებად მივდივართ. ამიტომ ჩვენთვის ვინაიდან აი სწორედ ეს ღრმა ძილის სტადიაა მნიშვნელოვანი, რეკომენდებულია, რომ არ გამოვტოვოთ ეს საათი. ამიტომ წმინდა ფიზიოლოგიურად და იმ ფუნდამენტური ცოდნის გათვალისწინებით, კი, ესე ჟღერს, რომ ოპტიმალურია დავიძინოთ შედარებით ადრე და გავიღვიძოთ პირიქით ადრე. აქაც აი ეს მაგრამ შემოდის, ვინაიდან ინდივიდუალური რიტმებიდან გამომდინარე შეიძლება ცოტა წანაცვლებული გქონდეს ეს პიკები, ამიტომ ითვლება, რომ გაითვალისწინეთ, მაგრამ მოусმინეთ საკუთარ ორგანიზმსაც ამ შემთხვევაში. გასაგებია. ჩვილებისკენ რომ გადავინაცვლოთ, განსაკუთრებით რთულია ხოლმე, რომ ეს ძილის რუტინა ჩვილებს ჩამოუყალიბდეთ, იმიტომ რომ ზნე ხასიათიდან გამომდინარე, ზოგი ბავშვისთვის მარტივია ეს რუტინა, ზოგისთვის რთული და განსხვავებულ მეთოდებსაც მიმართავენ ხოლმე და მაგალითად ერთ-ერთი გახლავთ თეთრი ხმაური. კი ბატონო, გავრცელებული. საქართველოშიც ძალიან გავრცელებულია. რამდენად უსაფრთხოა, ასე ვთქვათ, ბავშვების ფსიქიკისთვის და აი ამ მეთოდზე რომ გვითხრათ, შეიძლება თორემ რა არის საფუძველი ამ ყველაფრის? თეთრი ხმაური რა არის? ეს არის ცოტა მონოტონური ერთთან მოსაზღვრე ტონალობაში, რომელიმე ნაწილობრივ ბუნებრივი ხმიანობა, ხო? ეს შეიძლება იყოს მაგალითად წვიმის ხმა და ასე შემდეგ, მსგავსი, რომელიც ამ თავისი მონოტონურობით და რუტინულობით გადაფარავს სხვა გარემოდან შემოსულ სხვა იმპულსებს და სხვა ხმებს და თითქოს აძლევს რაღაც ორგანიზმს და ტვინს
იმას აძლევს საშუალებას, რომ ფოკუსირდეს ამაზე და ეხმარება რელაქსაციაში, მოდუნებაში, იმიტომ რომ ჩვენ ყველა ახალი სტიმული გვაფხიზლებს, ხო? და თუ მოახერხა ფსიქიკამ, რომ ფოკუსირდა აი ამ რაღაც ცოტა მონოტონურ ხმაზე, თითქოს უფრო დაცულია სხვა გამომაფხიზლებელი და გამაღვიძებელი საშუალებიდან, ანუ რელაქსაციაში ეხმარება. მას მერე რაც ეს გამოცდილებით დააფიქსირეს მათ შორის მშობლებმა, რატომაც არა იყენებენ ხოლმე ძალიან აქტიურად. აქ არის რამდენიმე ნიუანსი გასათვალისწინებელი. ჯერ ერთი რომ ეს ხმა ბავშვის უნდა მოეწონოს, ანუ ის რომ მიავირჩიე წყლის ხმა ან მიავირჩიე მაგალითად ფენის ხმა, ასე არ არის. თვითონ ბავშვმა უნდა ამოირჩიოს ის ხმა, რომელიც მოეწონება. მეორე ის არ უნდა იყოს ხმა მაღალი, ხანდახან ცოტა ზედმეტი მოგდის და იმიტომ რომ მართლა გადაუფაროთ სხვა ხმები ძალიან ხმა მაღალი, არა უმეტეს 50 დეციბელი, ეს არის ჩურჩულის, რეალურად ჩურჩულის ტონალობა, ასე ვთქვათ. შემდეგ ის ხმის წყარო უნდა იყოს ცოტა მოშორებით, 1-2 მეტრით მაინც ბავშვის ყურიდან დაშორებული და ასევე არ არის სასურველი რომ მთელი ღამე უწყვეტად იყოს ჩართული, როგორც კი ბავშვი მეტნაკლებად გადავიდა სტაბილურ ძილში, ჯობია რომ ეს ნელ-ნელა ჩავუწიოთ და დავუშვათ გამორთოთ. თუ გვაქვს მოუსვენარი ძილი, წყვეტილი ძილი და ხშირი შეღვიძებები, ყველა ახალი შეღვიძების დროს შეიძლება თავიდან ჩაძინების პროცესში, ხელახალი ჩაძინების პროცესში, მაგალითად ისევ გამოვიყენოთ და დავიხმაროთ, მაგრამ უწყვეტად, ხმა მაღალი და ასევე ბავშვისთვის მიუღებელი ხმა ჯობია რომ არ გამოვიყენოთ. ისევ თუ ამებს დავიცავთ, კი, ისე მეტნაკლებად უსაფრთხოა. კი ბატონო. უკვე დასრულობისკენ რომ წავიდეთ, რა საკიდანაა შესაძლებელი რომ გადავიყვანოთ ბავშვი ცალკე დასაძინებლად, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპია ხოლმე. ძალიან სენსიტიური და ძალიან ინდივიდუალური შეკითხვა. სულ არის ხოლმე, ანუ ჭიდილი ამაზე და ჩვენ ხო ცოტა უკიდურესობების საზოგადოება ვართ, რაღაც ერთ რეკომენდაციას მე ძალიან უკიდურესად აღვიქვავთ ხოლმე, ხო? საერთოდ ერთ საწოლში წოლა ნაკლებად რეკომენდებულია, რაც არ უნდა პატარა ბავშვი იყოს უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ძალიან ბევრი ასპექტი მუშაობს. როდის დავაწვინოთ ცალკე, სადღაც 6 თვიდან მაინც უნდა იწვეს ცალკე საწოლში, ხო? ანუ საწოლის გაზიარება უკვე აღარ არის რეკომენდებული, მანამდე თუ განსაკუთრებით ძუძუს ბავშვია, ნუ გინდა არ გინდა ხშირად გვიწევს, ასე ვთქვათ, კონტაქტი, ხო, საერთოდ, მაგრამ ის რომ დედასაც ეძინოს და ბავშვსაც ეძინოს, მაინც უსაფრთხოებიდან გამომდინარე რეკომენდებული არ არის. თუმცა როდის გავიყვანოთ ცალკე ოთახში, ძალიან ინდივიდუალურია. 3 წლიდან წესით ბავშვის ინტელექტუალური საფუძველიც, მისი ემოციური ინტელექტიც მეტნაკლებად მზად არის იმისთვის, რომ უკვე ასეთ განშორებას, ასე ვთქვათ, ნელ-ნელა შევაჩვიოთ, მაგრამ 3 წლამდე ძალიან ინდივიდუალურია. ცუდი არ არის, ეს არ იგულისხმება, რომ ცუდია და რაღაცა ვძალადობთ ბავშვს და უარს ვამბობთ მასთან ურთიერთობაზე. თუ ის მეტნაკლებად აი ამ სეპარაციას მშვიდად ხვდება, ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ სწრაფად ხშირად შევიდეთ მაგალითად მის ოთახში, ეს არ არის მეტად დისტანცირებული, აკრძალული არ არის, თუმცა უფრო რეკომენდებული, განსაკუთრებით ჩვენი მენტალიტეტის და ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, ალბათ 3 წლიდან ჯობია, რომ აი ინდივიდუალურ ოთახზე დავიწყოთ ზრუნა. მანამდე ინდივიდუალური, აკრძალული არ არის, თუმცა რთულია ხოლმე. იგივე ეხება სხვა შორის საბავშვო ბაღში წაყვანასაც, აი დაახლოებით ეს ემოციური მზაობა ბავშვის, რომ რაღაც დრო გაატაროს დედის გარეშე, მშობლების გარეშე, იზრუნოს თვით დამშვიდებაზე, იზრუნოს თვითონ რაღაცა მინი პრობლემების მოგვარებაზე, უფრო სტაბილური და ეს შეიძლება იყოს გონივრული 3 წლიდან, მანამდე ინდივიდუალურია. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა, ქალბატონ თამარ, ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი, თუმცა ამოიწურა ჩვენი დრო და ჩვენს მაყურებელს უნდა დავამშვიდობოთ. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენ საუბრობდით ძილზე, ჩვენი სტუმარი კი ბავშვთა ნევროლოგი ქალბატონი თამარ ედიბერიძე იყო. გემშვიდობებით და მშვიდ და პროდუქტიულ ძილს გისურვებთ. დიდი მადლობა ლანა. დიდი მადლობა ქალბატონო თამარ.